ეს არის სალონური შეხვედრები რადიკალების, რომელიც მოწყვეტილია ქართულ რეალობას და გონიათ რომ ერჩისკი თუ ორი თბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არა და პირიქით არის. რამდენჯერაც მას ერჩისკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, ზუსტად იმდენი ხმა დააკდებათ საქართველოს მოსახლეობისგან. ვინაიდან საქართველოს დიდი ხანია უარი თქვა სატელიტობაზე, დიდი ხანია უარი თქვა ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირს ჩვენ არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ და ვასალობაში ვერავინ ვერ მიგვაბილებს. მერცის განცხადების შემთხვევაში გულისხმობს, რომ თუ ქვეყანას უკრაინას უნდა წევრობა, მან უნდა ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია და სუვერენიტეტი დათმოს და მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ უნდა მოლდოვას წევრობა ევროკავშირში, მან საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არათუ დათმოს, სახელმწიფო უნდა გააუქმოს. როდესაც ჩვენ მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა ყველას უთხრა. ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა ევროინტეგრაციის არ არის ქართული გზა და საქართველო არასდროს დადგება უკრაინის და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც უნარი, უფლება არ აქვს თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება, ეს უნდა განსაზღვროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სირცხვილი და ჯერ გერმანიას აქვს შესაძლებლობა, რომ გვაჩვენოს ის არის დემოკრატიის ერთგული და არის დემოკრატიული ევროპის ერთგული, თუ უბრუნდება თავის ბნელ წარსულს. იმით, რომ არ აღიარებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების ღირსებას, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფომ შექმნა პროპაგანდისტული იარაღი იმისთვის, რომ მოხდეს ზიზღის პროპაგანდა საქართველოში. ეს არის ანალოგი იმ ეგრეთ წოდებული 1000 ბორცვის რადიოსი, რომელიც თავის დროზე რუანდაში შეიქმნა იმისთვის, რომ გაეღვივებინა შუღლი საზოგადოებაში, ტრობა საზოგადოებაში და 1000 ბორცვის რადიო მოიტანა საბოლოო ჯამში გენოციდი, რომელიც რუანდაში მოხდა. შეგახსენებთ დანიის დაფინანსებას, რომელმაც პირდაპირ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა და შეხვედრებს ერთ-ერთი NGO-ს გავლით და სანამ დანიაში არ ავტეხეთ სკანდალი და დანიური მედია არ დაინტერესდა ამ ამბით, დანიის ელჩს პასუხზე კითხვა ვერ გავაცემინეთ, რასთან ქონდა საქმე, ემალებოდა ჩვეულებრივ ქართულ საზოგადოებას, უბრალოდ ფულს ესე ჩემოდნებით არიგებდნენ, გავლენა მოეხდინათ არჩევნებზე და საბოლოო ჯამში, ვინაიდან თავადვე დანიაში ატყდა სკანდალი მედიაში, მოუწიათ გაუქმება ამ პროექტის და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს NGO მთლიანად გადაბარგდა ლელოში. ის რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ასე ვთქვათ, ეს ზიზღი ჩამოყალიბებული ეკლესიის მიმართ, ამაში ახალი არაფერი არ არის. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მხოლოდ ერთ რამეს ამის შემდეგ. აი გიგი უგულავა, სხვათა განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, არჩილ გამზარდია, ვიღაც სხვებისაც. ჩვენ დავაკვირდეთ ამ ხალხს, ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. ვინაიდან ეს ხალხი ამ განცხადებებს აკეთებს, არა იციან რომ ქართველები მათ შეაჩვენებენ და პასუხს მიიღებენ იმისთვის, რომ თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას. ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ, ეგუებიან ქართველი ხალხის რეაქციას იმის გამო, რომ თავი მოაწონონ თავის უცხოელ დამკვეთებს. ამიტომ შევხედოთ, ვისთან იქნებიან შეხვედრაზე, ვინ რომელ საელჩოში შევლენ და გამოვლენ, ვინ ჩამოართმევს მათ ხელს და ვიცოდეთ, ვინც მათ ხელს ჩამოართმევს, ისინი არიან ის ელჩები და ის უცხოელები არიან, ვინც აკეზებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ კამპანიას.